რესპუბლიკელი სენატორები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ჯონ კაილი, რონ ჯონსონი, ჯეფ სეშენსი და მაიკ კრესპო, ნათქვამია, რომ რუსეთის ინტერვენციის მიუხედავად საქართველოს პერსპექტივა უფრო იმედისმომცემია. მიხეილ სააკაშვილის დინამიკური ლიდერობა რონალდ რეიგანისა და მილტონ ფრიდმანის ეკონომიკური პრინციპების ზუსტი მაგალითია. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარებს კვლავ ოკუპირებული აქვთ ქვეყნის ტერიტორიების 1/5, ხოლო 1000 ქართველი სამხედრო იბრძვის ამერიკელების გვერდით ავღანეთში, საქართველოს მოითხოვა და უნდა მიეცეს კიდეც შეერთებული შტატებისგან თავდაცვითი შეიარაღების შეძენის უფლება. როგორც ნატოს მომავალ წევრს, საქართველოს საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს შეერთებული შტატებისა და ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მხარდაჭერისთვის. ეკონომიკური თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფორმით და ევროკავშირში შესვლა ასევე დაეხმარება საქართველოს გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში, ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორების წერილში. მათივე თქმით, დედამიწაზე არსად არ არის ხალხი, რომელიც ისეთივე ერთგულია თავისუფლების, როგორც საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უკრაინაში. შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს ეს მომენტი. 21 საუკუნის თავისუფლებისა და დემოკრატიის სარტყელით არა მარტო ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, არამედ აშკარა მაგალითის საჩვენებლად რუსი ხალხისთვის, რომელიც სწორი პოლიტიკისა და ადეკვატური ლიდერების შემთხვევაში ანალოგიური შესაძლებლობით ისარგებლებს, ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორების წერილში.